და ნახავთ როგორც ონლაინ გადაცემებს და სხვადასხვა რუბრიკებს, ასევე ძველ ჩანაწერებს, არქივებს მოგიხსენებათ, რომ ასევე შეგახსენებთ Facebook-ზე გვადებს შადობანი და შესაბამისად შეიძლება Facebook-იდან ვერ ხედავდეთ ამას და პრინციპში ეს ტენდენციაც გამოიკვეთა უკვე და იმედია, მოკლედ ეს რაღაც ეგრეთ წოდებული შადობანი თუ შეზღუდვა ნელ-ნელა მოგვეხსნება და ამ შეზღუდვის გამო პრინციპში ძალიან ბევრ ადამიანს სამწუხაროდ არ გაქვთ წვდომა, ასე ვთქვათ, ჩვენს გადაცემას. ეხლა კი შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet. BitNet-ზე თქვენ შეგიძლიათ მარტივად იყიდოთ, გაყიდოთ, დაადეპოზიტოთ, გადაცვალოთ, გაიტანოთ კრიპტო. მოკლედ BitNet-ზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ გადაცემის აღწერაში, არის ჩვენი სარეგისტრაციო რეფერალური ლინკი, სადაც გაივლით რეგისტრაცია ჩვენი რეფერალური კოდით და ასევე არ დაგავიწყდეთ აუცილებლად ვერიფიკაცია და ვერიფიკაციის შემდგომ ყველა მათი სერვისებით სარგებლობა შეძლებთ და ასევე თუ ფიზიკურადაც გნებავთ მოკლედ მისვლა და ასე ვთქვათ ფიზიკურად გაინტერესებთ, დისტანციურადაც საპორტი მუშაობს ან ფიზიკურად გაინტერესებთ რაღაც საკითხები ან ფიზიკურად გინდათ გადასვლა თანხის ან პირიქით ყიდვა კრიპტოს, მოკლედ აქვთ ასევე ოფისი ჩვენ ჯგუფში, კრიპტობაზრის ჯგუფში არის აპინული პოსტი და ამ პოსტზე ნახავთ მოკლედ რა როგორ რანაირად შეიძლება გააკეთოთ. ასევე სანამ გადაცემის პირველ ნაწილზე გადავალ ტრადიციულად, მანამდე ესეთ რაღაცას შეგახსენებთ და პრინციპში გაჩვენებთ, რომ კრიპტობაზარი მოგეხსენებათ მაისის თვეში, თლად 24 მაისს არა, მაგრამ 19-20 მაისი მაინც მოიაზრება კრიპტობაზრის დაბადების დღეთ, მოკლედ კრიპტობაზრის ასე ვთქვათ, ჩვენი კომიუნიტისთვის ძალიან ვიწრო წრის დაბადების დღის აღნიშვნა, გვეყოლება საინტერესო სპიკერები, ნელ-ნელა დავდევთ მოკლედ დეტალურად რა როგორ ხდება, უბრალოდ ერთადერთი ვისაც გაქვთ სურვილი და ძალიან ბევრს გაქვთ სურვილი ვიცი, აი ეს სარეგისტრაციო ლინკი არის, გადაცემის აღწერაშიც არის და ასევე ამ ივენთის აღწერაშიც არის, მარტივად ამ სარეგისტრაციო ლინკს შეავსებთ, ჯერჯერობით კიდევ ხას უსვამ, ჯერჯერობით ეს ლინკი არის ღია. რაღაც პერიოდის მერე, როდესაც ოდენობა გადაცდება ადამიანების დარეგისტრებულის ადამიანების სამწუხაროდ, ასე ვთქვათ, ამ ლინკის გათიშვა მოგვიწევს და ივენტსაც რა დაბადების დღის აღნიშვნას მოკლედ უწოდებთ ამას, ჩვენ სიახლეებსაც გაგაცნობთ, ჩვენ რა სიახლეები გვაქვს, ასევე ბაზრის მოთამაშეების, ერთადი ბაზრის მოთამაშეების სიახლეებსაც გაიგებთ და მოკლედ საინტერესო იქნება პრინციპში იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რა სიტუაციაც არის ჩვენს ირგვლივ, მაქსიმალურად მცირე დროში მაინც უყურადღებოთ, მოკლედ არ დავჩით წელსაც და ვნახოთ იმედია მომავალში ის საერთაშორისო კონფერენცია, რა საერთაშორისო კონფერენციაზე ვისაც მზადება პრინციპში წლები არის დაწყებული და სექტემბერში აქტიურად ვიყავით, შემოდგომაზე აქტიურად ვიყავით ამის გამო ჩასული პრინციპში სამი ამსტერდამში, იმედია მოკლედ ეს ყველაფერი მომავალ წელს მაინც აღსრულდება და ჩვენი მაყურებლები და პრინციპში არა მარტო მაყურებლები მიიღებენ იმ ბენეფიტებს, რა ბენეფიტებიც აქვს ზოგადად მსგავსი მასშტაბური, ასე ვთქვათ, კონფერენციების და ეგრეთ წოდებული ივენთების წარმართვას. ეხლა გადავიდეთ გადაცემის პირველ ნაწილზე. გადაცემის პირველ ნაწილში ტრადიციულად ვისაუბრებ სიახლეებზე და ჩვენი პირველი სიახლე და სიახლეებზე როცა ვსაუბრობ, სანამ პორტალი გვექნება, მანამდე მოკლედ ეს სიახლეები ჩვენს Twitter გვერდზე დევს, ჩვენ Twitter X ზოგისთვის X-ი უკვე ძალიან არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან Twitter-ს როცა ვამბობ, რას გულისხმობ და უკვე მივხვდი, რომ რაღაც ცოტა რაღაც დრო არის გასული, რაც Twitter-ს პრინციპში X-ი შეერქვა, მოკლედ X-ზე შეგიძლიათ ნახოთ ეს სიახლეები, ახლა რასაც ვსაუბრობ, ამ სიახლეებს განვიხილავ ხოლმე მოკლედ, რადგან ძირითადში პრინციპში დიდი განხილვები არ მოგწონთ ხოლმე და შესაბამისად რაც შეიძლება მარტივად განვიხილავ. ესე Coinbase-ის სიახლე არის ორი. ერთი სიახლე არის და სხვათა შორის ამ სიახლის ანალიზის შემდგომ აი ახლა სტატია რაც არის გაზიარებული ამ სიახლესთან მიმართებაში, სხვათა შორის რაღაც უზუსტობები არის, მინდა გითხრათ, და უზუსტობები არის შემდეგში. მოკლედ SEC-ი 2025 წლის 15 მაისის სიახლე არის ეს. SEC-ი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ 2021 წელს, როდესაც ასე ვთქვათ, მოხდა შეთავაზება პირველადი შეთავაზება Coinbase-ზე როგორც ისეთ დალისტულია მოკლედ ბირჟებზე და ესე იგი Coinbase-ის შეთავაზება როდესაც მოხდა, მასში განხილული ინფორმაცია, რომ 100 მილიონი ვერიფიცირებული იუზერი ყავდათ
იყო შეცდომა, ანუ ინფლაცია მოახდინეს იუზერების რაოდენობის, თუმცა რეპორტები როგორც გადავამოწმე, ამ სტატიაშივე აქვს წერილი რეპორტი, სულაც არ არის საუბარი 100 მილიონზე 20 წლის მონაცემით. არის 53 მილიონზე საუბარი. სიმართლე გითხრათ, შეიძლება შემდგომ პერიოდზე არის აქ ხაზგასმა გაკეთებული, მოკლედ რის თქმა მინდა და სათაურიც გადაცემას პრინციპში ესე ქვია, რომ 20 წლის მონაცემით 53 ვერიფიცირებული იუზერი. თუმცა 100,000 არის შემდგომ 2 წლის შემდეგ. და აი ამ დინამიკაზე არის საუბარი და მეც გამიჩნდა პრინციპში კითხვები, რა დაგიმალოთ 20-22 წელს, როგორ შეიძლება 100 მილიონი ვერიფიცირებული იუზერი ყავდეს ორჯერ მეტი, როდესაც პრინციპში 2021-ში შეიძლება რაღაც ხრივ გაგეორმაგებინა, მაგრამ 2022 წლის საქართველოს სკანდალის გვახსოვს. მოკლედ, ძალიანაც რომ არ ჩაუღრმავდებთ, ესე კი აი ამ ყველაფერს ედავება, რომ დიდად არ არის მონაცემები სწორი, ასევე მეორე რეპორტის დროს, როდესაც 2022-ის მონაცემები იყო, ეს რეპორტიც ნახე და ორივე გადმოვწერე და თუ დაინტერესებთ მე ჯგუფშიც ასევე მოკლედ დავდებ ამაზე ინფორმაციას 2023 წელს გამოქვეყნებულ რეპორტზე არის საუბარი. აქ პრინციპში არის უკვე 100,000-ზე 100 მილიონზე უკაცრავად 100 მილიონზე მეტი იუზერზე საუბარი. და შესაბამისად ეს დოკუმენტიც ასე ვთქვათ კითხვის ნიშნის ქვეშა, მოკლედ რისი თქმა მინდა ადმინისტრაციის ცვლილება და მე ვინმეს კიდევ ერთხელ ვინმეს ესეთი კონტროლი და რაღაც არ მომწონს, მაგრამ ერთი ნიშანი არის ეს ჩემთვის, რომ შეიძლება ადმინისტრაციის ცვლილებამ მთლად უყურადღებოდ არ დატოვოს ცენტრალური ბირჟების ოპერირება ბაზარზე, ან შეიძლება Coinbase და პრინციპში SEC-ი ან SEC-ის უკან მოთამაშეები ვერ შეთანხმდნენ რაღაცაზე. მოკლედ დაველოდოთ აქ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა კიდევ ერთხელ იუზერებთან მიმართებაში სკანდალი, ალბათ Binance-ის სკანდალიც გახსოვთ, სხვათაშორის ესეც ამერიკას ეხებოდა და ამერიკის გამო პრინციპში იჯდა Binance სიზი ციხეში და თანხის გადახდაც საკმაოდ უხე თანხის გადახდაც მოუწიათ. მოკლედ დაველოდოთ ეს სკანდალი როგორ შეიძლება ან განივრცობა. კიდევ ერთხელ მართლა რაღაცა ის კი არ მჭირს ჩაჯინება Coinbase-თან მიმართებაში, მაგრამ მართლა არ გამიკვირდება მსგავსი პრობლემები რო გქონდეს Coinbase, რადგან ნახეთ კიდევ ერთხელ საქართველოში რა მოხდა. შესაბამისად, როდესაც ეს ფურცლები ნახეთ, ცოტა გაუგებარი იყო რაღაცები ჩემთვის, საკმაოდ დიდი ანალიზია რო გითხრათ, მთლიანი ანალიზი ავკითხო. არა, ძირითადად ნახე ოდენობაში მაინტერესებდა ვერიფიცირებულ მომხმარებლებზე და ვერიფიცირებული მომხმარებლის განმარტება. ერთი რეპორტი არის 800 გვერდიანი და მეორე 300 გვერდამდე სადღაც. და შესაბამისად აქაც პრინციპში სანამ წარდგენა მოხდებოდა ამ ყველაფრის, რა თქმა უნდა დეტალურად უნდა აჩვენონ რა შემოსავლები აქვთ, ეს ფინანსისტებს უკეთ გეცოდინებათ, რა გასავალი აქვთ, რა ვალდებულებები აქვს და აქვთ ზოგადად როგორც ბირჟას და შესაბამისად შესაძლებელია წინა ადმინისტრაციის დროს რაღაც შეკითხვები რაც იყო Coinbase-თან მიმართებაში, არც თუ ისე უსაფუძვლო არის ზოგადად. ეხლა რაც შეეხება Coinbase-ზევე სიახლეს, არის ეს მეორე სიახლე და ეს მეორე სიახლე Coinbase ეხება ასევე და ეხება იმას, რომ Coinbase-ის მომხმარებლების პირადი ინფორმაციები არის გატეხილი. და პირადი ინფორმაციაში მობილურის ნომერი, იმეილი, თუ არ ვცდები, ასევე საუბრობენ პირადობას, აი KYC-ისთვის, რაც არის გამოყენებული KYC-ისთვის, რა თქვენი პირადობის მონაცემები და რაც არც თუ ისე მოკლედ მცირე ინფორმაცია არის და შესაბამისად ითხოვენ რომ 20 მილიონის აფასურად რა ქვია 20 მილიონი უნდა გადაიხადონ თუ არა და ამ ინფორმაციის გავრცელება მოხდება ჯერ ერთი არ არის დადასტურებული რეალურად ვინც თავაზობს რომ აი 20 მილიონს თუ გადაგვიხდი ინფორმაციის გაჟონა არ მოხდება ან როგორ მოხდება ანუ მოკლედ ძალიან რთული ამბავია თუმცა მე რომ მკითხოთ და ეს რამდენად მართალია არ ვიცი თუ შენ ხარ ცენტრალიზებული ბირჟა და შესაბამისად მსგავსი პრობლემა გაკეთილინებე და ეს მსგავსი პრობლემა თუ გინდა 20 მილიონის გადახდით მოაგვარე რითაც გინდა არ აქვს მნიშვნელობა სამწუხაროდ ამ ინფორმაციის გამოყენება მოხდება კი თქვენ ალბათ ხედავთ რომ ბირჟებზე დამატებულია რომ აი დადასტურება იმის რომ რეალურად ხართ თუ არა ის ადამიანი რომელიც ჩანს პირადობაზე აი სახის მიტრიალება რაღაც მოძრაობები რომ იდენტიფიცირებული იყოთ მარტივად თუმცა კიდევ ერთხელ არ
არ არის კარგი, ამ ინფორმაციების გამოყენება შეიძლება ჯერ ნომრის ბაზებიც პრობლემა არის ზოგადად თანამედროვე სამყაროში, ტრეკინგის კუთხით, ახლა ამას იმეილი დამატებული და პლუს კიდევ ასევე KYC-ის დროს წარდგენილი ინფორმაცია თქვენს პირადობასთან ან პასპორტთან მიმართებაში და არ არის გამორიცხული სხვათა შორის მსგავსი ინფორმაციაშივე იყოს მისამართები, რა მისამართებს გაიგზავნა. მოკლედ ძალიან დიდი პრობლემა არის ამ კუთხით. და შესაბამისად, როდესაც Coinbase ასეთ პრობლემას აწყდება, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ ამას პასუხი უნდა მოყვეს და რას გულისხმობ. კიდევ ერთხელ თუ გაქვს ხელი მოწერილი იმისთვის, რომ ხარ ცენტრალიზებული და შესაბამისად ცენტრალიზებულ სისტემასთან დებ თანხმობის ნიშანს, რომ კი პრობლემა არ არის, მე ცენტრალიზებულად ვყავს ეს იუზერები შეგროვებული და შესაბამისად შე რა მოთხოვნაც გექნება, ის მოთხოვნა უნდა შევასრულო. შესაბამისად უნდა შეასრულო, კი? აი ეს ძალიან ცუდი ამბავია. ასევე შეიძლება ეს ინფორმაციის გააჟონვა 180-დან 400 მილიონამდე დაუჯდეთ. სტატიაში ეს თანხები არის, თუმცა კიდევ ერთხელ მე ეჭვი მაქვს საერთოდ რომ ეს თანხა შეიძლება არც კი იყოს საკმარისი იმისთვის, რა ინფორმაციაც არის გასული. ანუ ინფორმაცია ძალიან დიდი იარაღია მოკლედ თანამედროვე სამყაროში და შესაბამისად ესეთი ამბები არ ვიცი. თუ მაიძულებ რომ KYC გავიარო, კეთილინებია და ჩემი ინფორმაცია შეინახეს სწორად. დანარჩენი მაშინ არ მაიძულო, მაშინ იყავი DEX-ი, ან DEX-ის პროდუქტი შექმენი, DEX-ებს რო პირდებოდნენ KYC-ის გავლას და შეტანას ალბათ გახსოვთ წინა ადმინისტრაციის პირობებში და ეს პრობლემები მოკლედ თუ რამეს აკეთებ, მოაგვარე, თუ არა და შარში მეც ნუ გამრევ და შენ თავსაც ნუ ასე ვთქვათ მოუწევ იმ ცუდ ამბებს, რაც ცუდმა ამბებმა შეიძლება კასკადური რეაქცია გამოიწვიეს, რატომ მე რომელიმე ცენტრალიზებული ბირჟის ბედზე კი არ ვდარდობ, ზოგადად იუზერებზე ვდარდობ და იუზერების ნაწილის, მომხმარებლების ნაწილის, თუმცა მომხმარებლები კიდევ ერთხელ ბევრ ამის აწერენ მან ხელს და ის უნდა წაიკითხონ, მომხმარებლებმა ის უნდა ისწავლონ და ამასაც რომ დავანებოთ თავი, ზოგადად მსგავსი სიახლეები საბოლოო ჯამში ინდუსტრიის გასაშავებლად გამოიყენება და შესაბამისად ეს ფასებზე ძალიან ცუდად იმოქმედებს. ეს მადარდებს მე ძირითადად და როგორც წინა გადაცემაში გითხარით, შეიძლება ბიტკოინი მაქსიმალისტი იყოთ, ან ზოგადად ბიტკოინის გარდა და 1-2 აქტივის გარდა სხვა არაფერი არ გაინტერესებდეთ, მაგრამ სამწუხაროდ გიწევთ კიდევ ერთხელ ბაზრის შეფასება, თუ ფასის კუთხით გაინტერესებთ, თუ მარტო ღირებულების კუთხით გაინტერესებთ და როგორც ტექნოლოგია, ეს სხვა ამბავია, თუმცა კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაშიც ასე ვთქვათ სიახლეებს უნდა გაიცნოთ მეტნაკლებად და მოკლედ ეს 20 მილიონის ამბავი სხვა წყაროში გავრცელდა რომ აი 20 მილიონი არის ჯილდოთ გამოცხადებული მოკლედ თან დიდი ბუნდოვანება Coinbase როდესაც ეხება საქმე და აი რეპორტებიდან გამომდინარე გეუბნებით რომ დიდ ბუნდოვანებასთან გვაქვს ყოველთვის საქმე მე ბრალს არავის არაფერში არ ვდებ, უბრალოდ Coinbase-თან მიმართებაში სულ მაქვს პრობლემა. და ეს პრობლემა ჩემთვის დადასტურდა საქართველოს მაგალითზე კიდევ ერთხელ, როდესაც რაღაც წამოიწყეს, მე ვერ დაასრულეს, არასწორად წამოიწყეს, მე მეორეჯერ გაეპარათ მსგავსი შეცდომა და ნუ მეორეჯერ რო გაეპარება, უკვე შეცდომა არ არის. ეს არის რაღაც მიზანმიმართული სავარაუდოდ ვიღაცისთვის კონკრეტულად და ამაზეც იყო ავთო ბევრი ინტერვიუ მისცა სხვადასხვა პუბლიკაციებს, საზღვარგარეთულ პუბლიკაციებს, მათ შორისაც და Coindesk-ზეც იყო დადებული სტატია, თუმცა რატომღაც Coinbase-თან მიმართებაში გრძელდება. კიდევ ერთხელ ნებისმიერ მოთამაშეს დავიცავ, რომელიც არასწორად იქნება სხვა მხრიდან დაჩაგრული, თუმცა კიდევ ერთხელ როდესაც ესეთ რაღაცები ბუნდოვანება და შენს ბოლომდე არ ამბობ რაღაცებს, მე ვერ დაგიცავ სამწუხაროდ და Coinbase-ი სახე ჩვენი დაცვა ნახდად არ ჭირდება, მაგრამ ნახოთ. რა იცით რა ხდება. ახლა გადავიდეთ მეორე სიახლეზე. მეორე სიახლე ეხება Movement Lab-ის სკანდალს. Moved Coin-ზე ჩვენ ვისაუბრეთ 2 კვირის წინ თუ არ ვცდები, როდესაც პრობლემა ქონდა
Move ტოკენის ფას, აქ საუბარი იყო ჩინელ market maker-ზე, რომელსაც დიდი ოდენობით coin-ი გაყიდა და რამაც გამოიწვია ფასის კლება და მაშინვე თქვენ გახსოვთ ალბათ რომ ერთ-ერთი დამფუძნებლის Twitter გვერდზე ადრე გაიპარა, ასე ვთქვათ, ესეთი სტატუსი, რომ ძალიან ცუდ რაღაცას მოვაწერეთ ხელი თუ მსგავსი ინფორმაცია, შესაბამისად ეს ინსაიდერული ინფორმაციები გამოქვეყნა და აღმოჩნდა რომ ასე ვთქვათ Move პროტოკოლში არა, Movement Lab-ში მოკლედ, იმიტომ რომ Move პროტოკოლთან შეიძლება ასოცირდებოდეს რა, ზოგადად რა ენაზეც არის დაფუძნებული Aptos-ი და Sui-დან პერიოდში მე თქვენ გითხარით რომ Sui-ის ფასი ამის გამოც დაეცა, იმიტომ რომ სკანდალი მაინც Move-თან ასოცირდება და სამწუხაროდ ეს სკანდალი კიდევ თუ არ ამოიწურება, შეიძლება საერთოდ Sui-საც და Aptos-საც შეექმნათ პრობლემა არაფრის გამო. ხო, ამიტომ აქვს მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ რომ სახელებთან ვიყოთ ყურადღებით, მოკლედ არასო რაღაცებს მოაწერეს ხელი 2023-შივე, დიდი ოდენობით, მართლა დიდი ოდენობით ტოკენებზე იყო, coin-ებზე იყო აქ საუბარი და შესაბამისად, მოკლედ აქვე დადასტურდა რომ არსებობს ვიღაც ეგრეთ წოდებული ადამიანი, რომელიც არ ჩანს კულისებს მიღმა არის და კულისებს მიღმა 5%-მდე აქტივს ფლობს და შესაბამისად 2.5% მალევე მისცეს, ეგრეთ წოდებული ჩრდილში მომყოფი თანადამფუძნებელი არის, ესე მოიაზრება ამ სტატიაში. მოკლედ ძალიან დიდი გაუგებრობა არის და შესაბამისად აქვე Coinbase-თან ერთად რატომ არის, ასე ვთქვათ, ეს სიახლე მნიშვნელოვანი. Coinbase იყო ის მოთამაშე, რომელმაც აკრძალა, მოკლედ, Move-ის ვაჭრობა პრობლემის გარეშე, რადგან ეს შეატყო და სხვათა შორის CoinDesk-მა მალევე გააშუქა ეს, ამიტომ აქვს კრიპტოჟურნალისტიკაში შეგვიძლია ჩვენ ეს ტერმინი დავამკვიდროთ პრინციპში, მნიშვნელობა კონტაქტებს და შესაბამისად კონტაქტები როცა არის და სანდოობაც როდესაც მაღალია, სანდოობის პრობლემა რაღაც პერიოდი ქონდა CoinDesk-ს, თუმცა ეხლა მივხვდი რატომ იყვნენ ასე ვთქვათ 2 წელი თუ 2 წელიწად ნახევარი უკანა პლანზე, რადგან ეხლა ვნახე რომ ჩაუშვეს თავიანთი აპლიკაცია და აპლიკაციიდან ძალიან მარტივად შეგიძლიათ სიახლეების ნახვა და უფრო კომფორტულიც არის და იმედია ჩვენ პლატფორმას მსგავსი ასე ვთქვათ სერვისიც ექნება. მოკლედ მიწოდებული იყო ინფორმაცია, ეს ინფორმაცია გამჟღავდა და შესაბამისად რა შესაბამისად, აქ კაიტოს ამბებიც არის, თქვენ კაიტოს airdrop-იც გახსოვთ, Twitter-ზე აქტივობებიც გახსოვთ, მოკლედ ძალიან დიდი წრე იკვრება და ეს წრე შეიძლება მიდიოდეს ისეთ ადამიანებამდე, რომლებმაც საერთოდ შეიძლება გამოიწვიონ კრიპტოზამთრის დადგომა, კიდევ ერთხელ ნარატივი, მე მჯერა ყოველ შემთხვევაში რომ ნარატივი ყოველთვის ირჩევა და რომელიღაცა ნარატივის გამო ხდება მთლიანი კასკადური მოძრაობა, აი ლუნადან დაწყებული თუ ნახავთ, ლუნას შემდგომ რა იყო ყველაზე დიდი FTX-ი და აი აქ უკვე ნელ-ნელა მორჩა, თუმცა ლუნა ასე ვთქვათ ცელსიუსის ამბებიც, ლუნა ასე ვთქვათ მანიფესტირება იყო იმის, რომ რაღაც არ მუშაობდა უკვე მანამდე და შემდგომ მანამდე რომ არ მუშაობდა ეს FTX-ის ამბებითაც უკვე გაიყვა რომ რაღაც ჰაერში ვიყავით დიდხანს და შესაბამისად აქაც შეიძლება ბევრ პროექტ შეეხოს ეს, მათ შორის არ გამოვრიცხავ კიდევ ერთხელ ჩემ საყვარელ პროექტებსაც, Sui შეიძლება მოყვეს ამ ამბავში, Aptos შეიძლება მოყვეს ამ ამბავში, რადგან კიდევ ერთხელ თუ Movement Labs რაღაც ზონის ასე ვთქვათ თანაკვეთა ქონდა Sui-სთან, მით უმეტეს Sui მადარდებს ახლა სხვადასხვა მიზეზების გამო, შესაბამისად, მოკლედ ეს პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, ასევე Movement Labs-ის თანადამფუძნებლებს შორის პრობლემა იყო და მოკლედ დიდი ბუკეტი მივიღეთ პრობლემის, რაც სამწუხაროდ მონებრივი არის, როდესაც დიდ პროექტებზე არის საუბარი, მეტნაკლებად დიდ პროექტებზე, კი არა და პატარა პროექტებშიც შეიძლება მსგავსი პრობლემა იყოს. ასევე როდესაც DAO-ს პრინციპიც არ არის, ასე ვთქვათ, იმპლემენტირებული თქვენი გადაწყვეტილების მიღებაში, შესაბამისადაც შეიძლება პრობლემა შეგექმნათ. მოკლედ არის ძალიან ბევრი ნიუანსი. თუ თქვენ სისტემას აკოპირებთ ისევე ცენტრალიზებულად, როგორც ცენტრალიზებული სისტემაც არსებობს გარეთ,
მაგრამ უბრალოდ blockchain-ის ბაზაზე აშენებთ ამას, არაფერი არ იცვლება და უნდა გაიაზროთ კიდევ ერთხელ და Bitcoin-ის გააზრება ამიტომ არის სწორედ კარგი, რომ ეს ცენტრალიზებული სისტემა იმიტომ კი არ მუშაობს, რომ ვიღაც ადამიანები არ არიან, ასე ვთქვათ, კარგები ან ცუდები არიან, ეს სხვა ამბავია მედლის, არამედ იმიტომ არ მუშაობს ზოგადად, რომ ცენტრალიზების დროს გადაწყვეტილების მიღება პრინციპში ძალიან ხისტად ხდება, ერთი ადამიანის ან ერთი კორპორაციის ხელში არის გასაღები, ვის რა მოუნდება ამას გააკეთებს, ვიღაცამ შეიძლება არასწორი ანალიზის საფუძველზე ჩათვალოს, რომ სწორად იღებს გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში მთლიანად მოკლედ ბაზარი ჩამოანგრიოს, ამით რისი თქმა მინდა. იყავით მაქსიმალურად თავისუფლები, დეცენტრალიზების ხარისხი თუნდაც თქვენ შეიძლება კომპანიები გქონდეთ, კომპანიებშიც ასე ვთქვათ გაზარდეთ, ან პრინციპში ინფორმაციის მიღების წყაროებთანაც მიმართებაში რაც გავში შეიძლება გამოიყენოთ, მოკლედ რაც უფრო თავისუფლად შეხედავთ ბაზარს და რაც უფრო თავისუფლების ხარისხს გაზარდით თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, თავისუფლების ხარისხის გაზრდას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობის გაზრდაც მოყვება, მით უფრო მარტივი იქნება ნებისმიერი ფინანსური თუ არაფინანსური გადაწყვეტილების მიღება და საბოლოო ჯამში უფრო კარგი პროექტებიც იქნება ბაზარზე და ვიმედოვნებ კიდევ ერთხელ, რომელიმე მაყურებელი წლების მერე მეტყვის, რომ აი სწორედ უყურებდი კრიპტობაზარს და მე და შემდეგ დამება და იდეა რომ შემექმნა რაღაც კრიპტო პროექტი და ასეთ რაღაცებს სხვათა შორის 24 მაისის ივენტზეც ვისაუბრებთ. ღია ვართ თქვენ იცით ალბათ. ეს ივენტი შედარებით უფრო მეტ დროს დაგვიტოვებს იმისთვის რომ ვისაუბროთ პრინციპში შეიძლება ეგეთი გადარბენები არ იყოს, რა გადარბენებიც იყო ხოლმე წლების განმავლობაში. არის სხვათა შორის ბევრი ადამიანი, ვინც პირველი ივენთიდანვე მოჰყვება ამ ივენთების ამბავს, პირველი დაბადების დღეს აღნიშნა ძალიან მცირე წრეში იყო, დაახლოებით ამ იმას გავს, უბრალოდ მცირე წრე აქ შედარებით გაზრდილია, თუმცა იქაც სივრცე იყო პატარა, თუმცა ადამიანების რაოდენობა თუ არ ვცდები კერძო, მე მგონი მსგავსი და ოდნავ მეტიც იყო. შესაბამისად გისურვებთ ამ ყველაფერს და როდესაც პროექტს არჩევთ, შეიძლება ცენტრალიზებული პროექტიც არჩევთ და ჯგუფში იწერება ბევრი, აი ვიღაცას Ripple აინტერესებს, Ripple ბაზრის კაპიტალიზაციით top 5-იან ხან top 10-ში არის და უნდათ ამ აქტივით ვაჭრობა ეს თქვენი გადასაწყვეტია, უბრალოდ ვაჭრობა კიდევ სხვა ამბავია და ასევე არ უნდა გავიწყდეთ, რომ რაც ხდება ზოგადად ბაზარზე, ცენტრალიზების ხარისხის ასე ვთქვათ გაზრის კუთხით, თუ ცენტრალიზების ხარისხი იზრდება, სხვა რისკები გაქვთ, თუ დეცენტრალიზების ხარისხი იზრდება, სხვა რისკებიც არის. რა რისკებსაც სხვათა შორის კრიპტობაზის ფორმატში თემამ კარგად გაიხსენა ერთ-ერთი кейსი, Hyperliquid-ის кейსი, სადაც პრინციპში რომ არამყესიერი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელია უფრო მეტი თანხა და გარკვეულიყო და შესაბამისად არის ალბათ რაღაც სისტემა, რომელიც სისტემაც ჯერ არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ დეცენტრალიზების ხარისხი გაზარდო. ეხლა რაც შეეხება მესამე სიახლეს და მესამე სიახლე ბასის ამბავიც ვახსენე, ახლა ამის წინა ბასში იყო Sonic-ზე საუბარი. Sonic-ის ბასი დაეცა ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა, ვერ ხვდებოდა რატომ იყო ვარდნა, ეს ვარდნა იყო გამოწვეული ისევ იმ დროიდან მოყოლებული, ანუ როდესაც Sonic იყო ფანტომი, ყავდათ ასე ვთქვათ მარკეტმეიკერები, როგორც მუვის შემთხვევაში ვისაუბრე არიან ადამიანები, რომლებსაც აძლევთ გარკვეული ასე ვთქვათ ოდენობის coin-ებს ან token-ებს და ბაზარს ასე ვთქვათ აცოცხლებენ ყიდვა-გაყიდვით, დადებული ორდერებით, ბაზარზე არ ახდენენ манипуляციას, თუმცა კიდევ ერთხელ თუ კონტრაქტორთან გაგდით ვადა და როგორც მოხდა ამ შემთხვევაში 5 წლიანი ვადა გავიდა, ამ შემთხვევაში კონტრაქტორს აქვს უფლება რომ გაყიდოს თავისი ფანტომი თუ Sonic-ი თუ რაც იყო ის მისთვის და ეს შეთანხმების ნაწილია ყოველთვის და 13-დან 10 მილიონამდე შემცირდა, ნელ-ნელა ახდენენ ასე ვთქვათ თანხების გატანას, აქ იყო საუბარი რომ ხომ არ დარჩებოდნენ ასე ვთქვათ ისევ ამ პროვაიდერთან, დეტალებით შეგიძლიათ ნახოთ სტატიასთან მიმართებაში, მოკლედ რისი თქმა მინდა. ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რა ფაქტორიც და ბევრჯერ გავიმეორებ, მაგრამ არაუშავს ვინც იცით ეს იმედი არ მოგბეზდათ, ვინც არ იცით
ახლა გაიგებთ, ძალიან ბევრი ფაქტორი არის, რაც ზოგადად ნებისმიერ პროექტის ეკონომიკაზე მოქმედებს. ჩათვალეთ პატარ-პატარა კომპანიებთან გაქვთ თქვენ საქმე, რომლებიც ასევე დამოკიდებულები არიან თავიანთ ინდუსტრიაში რაც ხდება ეს ერთი კრიპტო ინდუსტრიაში, ასევე ზოგადად კრიპტო სამყაროში რაც ხდება და უფრო ფართოდაც რომ გავიდეთ კრიპტო სამყაროს გარეთაც რა ხდება, ხო? და შიგნით არსებული პრობლემები ხშირ შემთხვევაში ძლიერი არის ხოლმე, გაშნი ასევე ბაზრის კაპიტალიზაცია, პრობლემები არა, სიახლეები ან გამოწვევები, პრობლემაც არ დავარქვათ, გაშნია ბაზრის კაპიტალიზაცია, როგორი აქვს პროექტს, შესაბამისად აქ რისკები სხვანაირად იყოფა, ფასის და რისკის კუთხით საინტერესო ლექცია იყო ავთოსი 24 საათიან ლაივში და უფრო დეტალურად ვისაც გაინტერესებთ ასევე Pixel Academy-აც არის და Pixel Academy-ში შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ამ საკითხთან მიმართებაში. მოკლედ ეს ორი ამბავი, ასე ვთქვათ, რომ გამოვყოთ საბოლოო ჯამში ხდება რა. საბოლოო ჯამში პროექტის ანალიზისთვის არის ბევრი ნიუანსი, რაც არის გასათვალისწინებელი და შესაბამისად, როდესაც პორტფელში კიდევ ერთხელ 20-ზე მეტი, 10-ზე მეტი, 30-ზე მეტი coin-ი გაქვთ და თქვენ ან ტოკენი და თქვენ ფიქრობთ, რომ ერთნაირი ძალით და სიხშირით მოახდენთ ამის მონიტორინგებას და მონიტორინგებას ან სიახლეების გადავნებას თუ მიყურადებას ძალიან რთულია, რადგან პროექტების დიდი ნაწილი სხვათა შორის მე არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა, პროექტების დიდი ნაწილი გადასული არის უკვე Discord-ებზე და Discord-ზე განიხილავენ რაღაც სიახლეს. კი Twitter-ის ლინკის, ასე ვთქვათ, მიწოდება ხდება ამჯერ Twitter-ზე დადებენ, X-ზე დადებენ, ამერე Discord-ზე გადააზიარებენ, თუმცა დისკუსიები და აქტიური დისკუსიები არის Discord-ზე ან Telegram-ზე. იქ იბადება რაღაც იდეა, ან რომელიღაც ადმინ შეიძლება წამოსცდეს ის ინსაიდერული ინფორმაცია, რა ინსაიდერული ინფორმაციაც, ანუ ძალიანაც კი არ აქვს ამალური, მაგრამ გეუბნებიან, რომ აი, სიტყვას პირობით დავიღოთ ICAS პროექტზე, როდესაც საუბრობთ, ხო, ICAS პროექტთან მიმართებაში ერთ-ერთი ადმინისგან გავიგე, რომ ერთ კვირაში რაღაც ხდებოდა. ერთ კვირაში დაანონსდებაო და მართლა დაანონსდა ერთ კვირაში, უბრალოდ ეს ერთი კვირის ამბავი Twitter-ზე არის. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენ გაქვთ ამდენი ინფორმაცია, გაქვთ 30 პროექტი და 30 პროექტიდან 10 პროექტი გყავთ ესეთი, რომელსაც ძალიან აქტიური Discord-ი აქვს და ამ აქტიურ Discord-ში თქვენ რა შვებით, ხო? ანუ თქვენ დიდი ალბათობით საშუალო სტატისტიკური მაყურებელი კრიპტობაზრის მუშაობს, ასევე კრიპტობაზარსაც უყურებს, სხვა წყაროებსაც შეიძლება ეცნობა და თუ ეცნობით ძალიან კაია და გაგვიზიარეთ და პლუს კიდევ ააკეთებს ამ ყველა coin-ის ან ტოკენის სიახლის მონიტორინგს ძალიან რთული არის და შესაბამისად კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ფინანსური რჩევა არ არის და რამე რჩევა არ არის, კარგია იქნება თუ რაღაც პროექტები რაღაც გაინტერესებთ, შეგროვდებით ეს ადამიანები და ჯგუფში განიხილავთ ხოლმე ამ პროექტებთან მიმართებაში სიახლეებს და კიდევ ერთხელ როგორც სხვა გადაცემებშიც თქვი, ჩვენ ჯგუფშიც და ჩვენ შიდა ჯგუფშიც ესე ვართ პრინციპში, რომ მეტნაკლებად რაღაც ეკოსისტემები გვაქვს გადაწყობილი. ახლა მაგალითად ავთოს რაცოდნაც აქვს პრინციპში არვივზე და არვივის სიახლეებს როგორცაც ეცნობა, მაგის რავი 1% სიახლეები მე არ ვიცი. ანუ არვივზე როგორც კი ვნახულობ სიახლეს, უბრალოდ არ ვუყურებ, რატომ? იმიტომ რომ ვიცი რომ ავთო ახდენს არვივის მონიტორინგს, მაგალითად ლადოს შემთხვევაში ატომის ეკოსისტემაზე უფრო სწრაფად იძიებს ინფორმაციას, რადგან უფრო აინტერესებს და შესაბამისად მე თუ რამე ისეთი ინფორმაცია შემხვდა, რაც ლადოსგან არ მაგაგებული, შეიძლება პირიქით გადავგზავნო და გადახედე და ეს სხვანაირი ინსაიდერული ანალიზით, სხვა ინსაიდერზე აქვს საუბარი რაღაცა სერიოზულ ინსაიდერზე კი არა, მოკლედ სხვა შენებური ანალიზით გადახედე ეს ამ სიახლის რა გავლენა შეიძლება ქონდეს ეკოსისტემას. მოკლედ დაირაზმეთ. სხვა შემთხვევაში bull market-ის დროს მით უმეტეს დავარქვათ ხო პირობითად bull market-ი რა ვქნათ bull market-ის დროს ძალიან რთულია ხოლმე ამდენ რაღაც მონიტორინგი. აი ეგერ თვალსაჩინო თქვენ ნახეთ რომ Coinbase-თან მიმართებაში კიდევ ერთხელ რაღაცა ცნობილი public კომპანია არის საზღვარგარეთ, რომლის აქციების განთავსებულია სავაჭრო და აი ამ კომპანიაზეც კი ძალიან ბევრი ჭორი არის და ინფორმაციის გადამოწმება ვერ ხერხდება. ამიტომ არსებობს სავარაუდოდ და არის Discord-ის ბოტები, რომლებიც მოგაწვდიან მარტივ ინფორმაცია, შეიძლება ესე გაფილტროთ, რომ აი ადმინი ან რამეს თუ დაწერთ, მაგრამ ყველა ვარიანტში, ყველა შემთხვევაში
ხელოვნური ინტელექტის აგენტები არ არის მოკლედ ისეთ ეტაპზე, ჯერჯერობით მარტივად, რომ რაღაც ინფორმაცია გაფილტრულად მოგაწოდოთ ისე, რაც თქვენ გინდათ. ამის სურვილი არის და ამაზე ოთხშაბათის კრიპტობაში იყო საუბარი და ავთოც საუბრობდა ამაზე, თუმცა რაღაც ტექნოლოგია ჯერ არ არის განვითარებული და ვერ მოთხოვთ, რომ აი გინდა თუ არა, შენ ეს უნდა გააკეთო და ამას თუ არ გააკეთებ, ეს პრობლემა იქნება. ნუ რა ვქნათ, ესე არის მოწყობილი ბაზა. მოკლედ, სანამ მეორე და წარსულის გახსენება არ მაქვს, რადგან ილონის განცხადება ესეთი მკაცრი არ ყოფილა, თუმცა ჩინეთის ამბები პრინციპში შემდეგ გადაცემაში გავიხსენებ და მივყვებით დეტალურად ჩინეთის ამბებს, რაც 4 წლის წინ მოხდა. ეხლა სანამ გადაცემის მეორე ნაწილზე მე შევეცდები ყოველ შემთხვევაში და ვნახოთ ახლა რამდენად გამომივა ეს. ერთ-ერთ პროექტზე მოგიყვეთ, მოკლედ, რომელიც ახლა გამოგიჩნდებათ ეკრანზე, რომელიც რას აკეთებს, მოკლედ, სხვადასხვა ეკოსისტემებიდან თქვენი აქტივების გადატანაში გიწყობთ ხელს. ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, ხიდი არის სხვადასხვა ეკოსისტემები, ძალიან ბევრი ხიდი არსებობს. უბრალოდ Orbiter Finance-ზე რატომ შევაჩერებ თქვენ ყურადღებას პირველ რიგში, იმიტომ რომ როდესაც მე მინდა რაღაც აქტივის გადატანა ერთი ბლოკჩეინიდან მეორე ბლოკჩეინზე, ვიყენებ ამ პროდუქტს და რატომ არ გითხრათ მოკლედ ამ პროდუქტის შესახებ, რა არის Orbiter Finance-ზე საინტერესო. საკომისიოები არც თუ ისე დაბალია, გააჩნია რა ქსელიდან რა ქსელზე გინდათ გადატანა, მაგრამ საინტერესო არა, აქვთ რეფერალური სისტემა და აქვთ კვესტები და კვესტებთან მიმართებაში, აი კვესტებთან კარგად უნდა წაიკითხოთ, იმიტომ რომ არის ძალიან სპეციფიკური კვესტები და ამ კვესტებს თუ ასრულებთ, საბოლოო ჯამში არის airdrop-ი და ამ airdrop-ის ადგილის მიხედვით თქვენი ქულების აქტივობის ქულების მიხედვით შესაძლებელია მოკლედ დაგერიცხოთ ესა თუ ის აქტივი. თუ არ ვცდები, ხოლმე პირველ airdrop-ში მივიღე მონაწილეობა. ხო, მე მგონი პირველ airdrop-ში მივიღე, მეორეში არ მახსოვს და მესამეში ნახდათ არ ვიყავი, ესე თქვაც ეგრე ხშირად არ ვიყენებდი. ასევე აქ არის კალენდარი, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩეკინი გაიაროთ და დაფიქსირდეთ და ბლოკჩეინში ხდება სხვადასხვა ტრანზაქცია, მოკლედ, აი ეგერ მაქვს სხვადასხვა მიღწევები, ერთი არის 14 დღიანი ეგრეთ წოდებული, ხა არ ჩანს ეკრანზე კარგად 14 დღიანი ეგრეთ წოდებული სტრაიკი, ან თანმიმდევრული შესრულები მქონდა და ვინც იყენებთ მოკლედ ასე ვთქვათ ხიდებს, ეს ხიდიც საინტერესოა. თქვენ ძირითადად არის ეთერიუმის მეორე შრის გადაწყვეტებზე არის საუბარი და უნდა შეამოწმოთ ეს ყველაფერი. ასევე თქვენ შეგიძლიათ მაგალითად გამომიყენებია SUI-სთან მიმართებაში, SUI-ს ბლოკჩეინიდანაც გადმომიტანია, კი ბატონო, ისევ აქვთ, ასევე Solana-სთან მიმართებაში, სხვათა შორის Sonic-იც არის, უბრალოდ როდესაც არჩევთ, ასე ვთქვათ, ეკოსისტემას, ყველა coin-ზე, ამ ტოკენზე არ გექნება ცვლა. ხო, აი Sonic-თან მიმართებაში გვაქვს ეს ეთერიუმ და გააჩნია სად გადაიტანოთ. გადატანის უფლებასაც ყველგან არ გაგძლევთ. დავუშვათ და base-ს აირჩევთ. Bobs-ით შეგვიძლია ვისაუბროთ სხვა დროს, საინტერესო პროექტია. ხო, აი ეთერიუმის გადატანა. თუ თქვენ Sonic-ზე არა Sonic-ი მინდა მე. Sonic-ი მახსოვს რომ USDC-ო, კი, სწორად ხსოვები. ხო, Sonic-ზე მაგალითად არის რა. Sonic-ზე თუ გაქვთ USDC, თქვენ შეგიძლიათ base-ზე გადაიტანოთ მარტივად. ან Solana-ზე, კი, შეიძლება ერთი იგივე საფულეზე გქონდეთ, ან არის იმის ფუნქცია თუ სხვადასხვა საფულეზე გაქვთ გადაიტანოთ სხვადასხვა საფულეზე და მოკლედ მარტივია. კიდევ ერთხელ გადახედეთ ხოლმე საკომისიოებს, თუ თქვენ იყენებთ ეგრეთ წოდებულ ხიდებს, bridge-ებს და ამ bridge-ების გამოყენებაში თქვენ არანაირი ქულები არ გერიცხებათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ Orbiter Finance-ი, ეს რა თქმა უნდა ფინანსური რჩევა არ არის, ნახოთ კვესტები, ხო, ნახოთ კვესტები, ასევე არის ესეთი მარტივი ფუნქცია, შეგიძლიათ მოკლედ სხვადასხვა ქსელზე არსებული ეთერიუმი, მეორე შრის ეთერიუმი დააგროვოთ რომელიღაცა ერთში, ანუ ძალიან ხურდების ეთერიუმი თუ გაქვთ მარტივად გადმოიტანოთ, ამის ფუნქციაც არის, ბევრი სიახლეები აქვთ და ამატებენ ნელ-ნელა მოკლედ სხვადასხვა პროდუქტებს, სხვათა შორის ბევრგან შეხვდებით, აი ეგერ არის ქსელები, რა ქსელებიც არის. ესე იგი, როგორც გითხარით, ვიყენებ ერთ-ერთი არის, რასაც ვიყენებ ხშირად და
სადაც მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად სწრაფია კონკრეტულად შეიძლება ნახოთ პირობითად Sonic-დან Swiss-ზე ან სადმე გადაცატანა კონკრეტული ხიდი, რომელიც შეიძლება უფრო ნაკლებ თანხას წერდეს, მაგრამ სხვა პროდუქტთან მიმართება შეიძლება სხვა პრობლემები იყოს და აი ალბათ ხსენებული მუვმენტიც არის აქ. ხო, დააკვირდით ასევე, აი ხა მე შემეშალა მაგალითად Sonic-ი და Sony-ი, ხო, დააკვირდით სახელებს კარგად, ლოგოებიც კიდევ კარგი, ლოგოები მეტნაკლებად განსხვავებულია ხოლმე სხვადასხვა პროდუქტების, თუმცა სახელებთან მიმართებაში უკვე იმდენი პროდუქტი არის, რომ სახელებიც პრობლემა გახდა ნელ-ნელა და გაგვიზიარეთ ასევე კომენტარებში სხვა რომელ ხიდს იყენებთ თქვენ. და ამ სხვა ხიდებში გაქვთ თუ არა მოკლედ მსგავსი ასე ვთქვათ დადებითი მხარები. ახლა რაც შეეხება მეორე ნაწილს და გადაცემის მეორე ნაწილში პრინციპში ნახოთ ჩარტები, ვინც ხშირად უყურებთ ხოლმე ჩვენ გადაცემას, ალბათ გეცოდინებათ ეს ამბავი, რომ მეორე ნაწილში განვიხილავთ ხოლმე ფასებს. ახლა გამოჩნდება ეკრანზე ბიტკოინის ფასი, ბიტკოინის ჩარტი. დიაპაზონები, რა დიაპაზონებით დავხატეთ, იმ დიაპაზონებში არის ჯერჯერობით, ასევე დომინანციასაც შევავლებთ თვალს, ეთერიუმ ბიტკოინის მოძრაობასაც შევავლებთ თვალს, სხვათა შორის სავაჭროდ ძალიან კარგი პერიოდი იყო, ჩემს ტყავზე გამოვცადე, საბოლოო ჯამში კარგი კონტექსტით, ირონიის გარეშე. და იყო ისეთ საშუალებები, სადაც შეგეძლოთ რა თქმა უნდა, ან რა ფინანსური რჩევებით, short პოზიციების გაგეხსნათ, თუმცა კიდევ ერთხელ, როდესაც ძირითადი ტრენდი მაინც მეტნაკლებად აღმავალი ფრთხილად უნდა იყოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ბაზარი ძალიან დიდ საშუალებებს იძლევა, თუნდაც იმ დიაპაზონებზე, არა დიაპაზონებზეც იყო საუბარი გადაცემაში, კიდევ ერთხელ სერიოზული წინააღმდეგობა ჯერჯერობით თუ 70%-ს ავიღებთ რაღაც საყრდენი, უკაცრავად საყრდენი იქნება სადღაც 97,000 დიაპაზონი, ასე ფსიქოლოგიურად 100,000 რა თქმა უნდა არის რიცხვი. შემდეგი რიცხვი რაც ჩანს, ახლა Twitter-ს scroll-ავ და Twitter-ში ახლა 120,000-ია, ნუ პირველი წინააღმდეგობა რა თქმა უნდა რა all time highs თუ გაცდა და 100,000 თუ მიაღწია, შემდგომი არის ეს 120,000 არის საუბარი და შესაბამისად შემხვდა სხვათა შორის ძალიან გასაკვირი ანალიზები, რომ აი და ესეც არ მომეწონა. რომ აი ამ ნიშნულს აღარ ჩამოცდება ბიტკოინი, როგორც გახსოვთ ალბათ 2021-ში და უკვე 2022-ში ხაზგასმით იყო ელ სალვადორის ამბები უკვე კარგად როდესაც მუსირებდა, რომ აი 30,000 არავინ არ ჩამოაცდენს ბიტკოინს, რადგან ელ სალვადორს აი ამ შემთხვევაში პრობლემა შექმნება. კიდევ ერთხელ, არავის არ აინტერესებს ამ ბაზარზე ვის რა პრობლემა შექმნება, მარტივად რო გითხრათ. არიან ადამიანები, რომლებიც ვაჭრობენ აქტივებით და ეს ადამიანები პირიქით ვის რა პრობლემა შეექმნება, შეიძლება ის გაითვალისწინონ და შესაბამისად ვარდისფერი სათვალეები, როგორც ველურ დასავლეთში ვარდისფერი სათვალეებით ვინც დადიოდა სამწუხაროდ ვერ რჩებოდა, ასე ვთქვათ, ცოცხალი. აი ამ შემთხვევაში სხვა რაღაცა არის, თუ ვარდისფერი სათვალეებით მოძრაობთ ამ ინდუსტრიაში, შესაძლებელია თანხის გარეშე დარჩეთ, თუ შესაბამისი რისკ მენეჯმენტი არ გაქვთ. მოკლედ დიაპაზონები საინტერესოა. ასევე მაისის წყევლა შეიძლება შეხვდეს ბაზარზე, დაველოდოთ ეს უკვე ფუნდამენტურ ჭორაობაზე, ეგრეთ წოდებულ ჭორაობაზე არის საუბარი. საკმაოდ მაღლა არის ბიტკოინი და სხვა აქტივები ვერაფიქსირებენ ახალ ნიშნულს. ჯერ გადავხედავ დომინანციას და წინაკვირას დომინანციაზე იყო შეკითხვა 68-ს თუ 68%-თან მიმართებაში, ახლა დოლარის ჩათვლით რაც ვნახე. არც თუ ისეთ ცუდ დიაპაზონში კიდევ ერთხელ ძლავრად გამოიყურება, ჯერჯერობით დაღმასვლის დადასტურებული ტენდენცია არ არის, თუმცა კიდევ ერთხელ დიდი კორექცია არის პროცენტულად თუ შეხედავთ, მაგრამ დაღმასვლის დადასტურებული ტენდენცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩემთვის ახლა უკვე რადგან ამ ფასებს ავწდით, ადრე დავხაზეთ 54, რაც ერთ-ერთი კრიტიკული დიაპაზონი იქნება ზოგადადაც დომინაციის კუთხით, უკვე როდესაც დაბლა წამოვალთ, კიდევ ერთხელ მე ამ კონტექსტში აღარ მაინტერესებს ბიტკოინის დომინაცია სანამდე ავა. შეიძლება დააფიქსიროს 68, შეიძლება დააფიქსიროს 70-იც, ისე კიდევ ერთხელ და შეიძლება ეს გაგიკვირდეთ, ისე რომ ბაზრის დიდი ნაწილი უვნებელი დარჩეს.
ესეც შეიძლება მოხდეს. და შესაბამისად ამ კონტექსტში არ მაინტერესებს, თორე ბიტკოინის ფასზე ეს იქონიებს თუ არა რაიმე სერიოზულ გავლენას სპეკულაციის დონეზე, კიდევ ერთხელ ეგრეთ წოდებული ჭორაობის დონეზე, მკითხაობის დონეზე, ყველაზე მაღალი ნიშნული, რაც ჩემთვის საინტერესო იქნება 20-25 წლის ბოლომდე და ეს წლების წინ, 1 წლის წინ თუ 2 წლის წინაც თუ არის 150.000 ნიშნული. ძალიან ბევრი გაუცებული მიყოლებდა რომ აი 250.000 რატო არ ფიქრობ? არა, ჩემთვის იქნება საინტერესო 150.000 თუ აღმასვლაზე არის საუბარი. 150.000 მერე დავფიქრდები ზოგადად ბაზარზე რა ხდება. თუმცა 150.000 თუ მივახლოვდით, აქ ისეთი პანიკა ატყდება, რომ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს ბაზარზე. დომინაცია ჯერჯერობით ნორმის ფარგლებში უფრო ეგრეთ წოდებულ შორიდან შევხედოთ. თქვენ Twitter-ზე და X-ზე შეხვდება და ეს ზუმაუთი გააკეთეთ, ანუ შორიდან შეხედეთ და ისე ნახეთ აქტივები როგორ იქცევა, ნუ ხართ პანიკაში და მსგავსი. ხო, დომინაციას თუ შეხედავთ შორიდან, არაფერი გასაკვირი, კვირის ჭრილში მით უმეტეს და პირიქით კვირის ჭრილში თუ შეხედავთ, ეს კვირა ძალიან მძლავრი იყო. და სხვა კვირას თუ დააკვირდებით, სხვა კვირები უფრო კრიტიკული ყოფილა. ან წითელ ხაზს მე შევინახავ, წლის ბოლომდე იმედი მაქვს რომ ამ წითელ ხაზს შევხვდებით. არა იმიტომ რომ მე ბიტკოინის არ მჯერა ან რაღაცა მსგავსი, უბრალოდ მე მჯერა რომ ადამიანები რაღაცებზე ვიღაცებს სწრაფად უნდა განდიდრება და შესაბამისად ბევრი შეცდომას უშვებენ სამწუხაროდ და ეგ იქნება ეგ ინდიკატორი თუ ბიტკოინის ფასი 100.000-ზე ზევით იქნა 54%-მდე მივედით, აი ეგ იქნება ჩემთვის ინდიკატორი რომ საბოლოო ჯამში ბაზარში შეიძლება სხვა პრობლემები შეექმნას. ეხლა ნახოთ ეთერიუმ ბიტკოინი და ბიტკოინის სოლანა ნახოთ, ბიტკოინის სოლანას წელა გაგრძელდა თუ არა, ხო? ეთერიუმ ბიტკოინის ჯერჯერობით დიაპაზონშია, კიდევ ერთხელ დაღმასვლის შემოტრიალების დადასტურება აქ ძალიან რთული არის, თუმცა ეთერიუმი განვიხილოთ ახლა დოლართან მიმართებაში. დოლართან მიმართებაში საინტერესო ნიშნულებზე იყო, როგორც ვიცი, კონტროლის ზონის კუთხით ჩვენ მე მგონი წინა კვირას ნახეთ ეს ანუ რა ფასი არის ყველაზე დიდი ვაჭრობა, ყიდვა, გაყიდვა, არაფერი არ შეცვლა, არა. დიაპაზონს არის გამცდარი. შეიძლება მოუწიოს დაბრუნება, თუ სუსტად იქნება ბიტკოინთან მიმართებაში, ნუ ჩემ პოზიციისთვის კარგი. მოკლედ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება აი ამ კუთხით, აი ამ აღმასვლის შემდგომ, თუმცა ჩემ დამოკიდებულება იცით ალბათ, თუ არ არის დეკლარირებული ბულ მარკეტი და საბოლოო ჯამში სასწაული არ ხდება ბაზარზე და უკვე ჩემ მეზობელი არ მეკითხება თუ რა ხდება ბიტკოინის თავს, მანამდე მეტნაკლებად შეიძლება ვალიდურადაც შეიცვალოს გავსი აღმასვლება. ეხლა წარმოიდგინეთ ვიღაცამ თუ 1300 ან 400-ზე ან 500-ზე და დაახლოებით 80 ასე რა ქვია, დაახლოებით 78-დან 97%-მდე შეეძლოთ დაიფიქსირებინათ, ასე ვთქვათ, რაღაც მოგებები ამ არც თუ ისე დიდ დროში. რაც სხვათა შორის ასეთი დაბრუნება ფასის კუთხით არ ქონდა ბიტკოინს. თუმცა ეს კარგია თქო არ ვამბობ. ანუ აქ არის საუბარი 35 დღეზე. კარგია არ ვამბობ. უბრალოდ კიდევ ერთხელ ალტკოინებში რაღაც პერიოდში გაქვთ დიდი შესაძლებლობები და სწორედ ეს შესაძლებლობების მარჟა, როდესაც იზრდება, თქვენ ამ პერიოდს ასევე ალტსეზონი შეიძლება დაარქვათ და პლუს კიდევ ამას დამატებული თუ ბიტკოინის დომინაციაც მკვეთრად მცირდება, შესაბამისად თქვენ ამას საერთოდ დიდ ალტკოინს და ალტსეზონს დაარქმევთ და მოკლედ ბევრი ირონიულადაც კითხულობს ჯგუფში, აი ალტსეზონი რა არის, ალტსეზონი როდის მოვა, ძირითადად ის ადამიანები, ვისაც მარტო ბიტკოინის ან ეგრეთ წოდებული წამყვანი ან ტოპ 10 ან ტოპ 5 ბაზრის კაპიტალიზაციით კოინების და ტოკენების შეერათ. ეხლა ვნახოთ Solana ბიტკოინთან მიმართებაში როგორ იქცევა და ხო Solana ბიტკოინთან მიმართებაში შეიძლება იმეორებდეს იმას, რაც გაიმეორა თავის დროზე ეთერიუმ. და ვნახოთ ახლა ეთერიუმი ამ წლის ბოლომდე ბიტკოინთან მიმართებაში როგორ მოიქცა. თუ სხვათა შორის ეთერიუმი ვერ მოიქცა ოჩაღად და ვერც ტოპ 10-ში არსებული ასე ვთქვათ კოინები ვერ მოიქცნენ და ტოკენები ვერ მოიქცნენ ოჩაღად ბიტკოინთან მიმართებაში და პლუს კიდე ბაზარი უსაშველოდ გაიწელა, უსაშველოდ გაწელვაში კოინების და ტოკენების რაოდენობის კუთხით ვამბობ, ერთი დაწკაპუნება, ასე ვთქვათ, endgame-ში როგორც არის, endgame-ში თუ Avengers-ებში როგორც არის, მოკლედ თანოს რო დააწკაპუნებს
და ნახევარი პოპულაცია როგორც გაქრება, დაახლოებით იგივე შეიძლება დაემართოს ბევრ ტოკენს. დაახლოებით არა, ბევრ ტოკენს და coins ეგეთი რამ დაემართება. კიდევ ერთხელ გაჩნია რა იქნება ის ასე ვთქვათ, ის ამბავი, რამაც შეიძლება კასკადურად გამოიწვიოს პრობლემები. ვიმედოვნებ, რომ Coinbase არ იქნება. Coinbase ხარდამჭერი არ ვარ კიდევ ერთხელ, მაგრამ აშკარად ძალიან ბევრი მომხმარებელია მან და შესაბამისად ამ ბევრი მომხმარებლის დაკარგული თანხების პრობლემა შეიძლება იყოს. მაგრამ ბევრჯერ აღმოჩნდა რადარზე. ასევე სხვათა შორის, როდესაც ეგრეთ წოდებულ liquid staking-ებზე იყო საუბარი და დასტეიკებულის გადასტეიკებაზე და გადასტეიკებულის გადმოსტეიკებაზე და მესამე და მეოთხეჯერ გადმოსტეიკებაზე, მოკლედ, ეს თავის დროზე მე პრობლემად მიმაჩნდა და ეხლაც მიმაჩნია რაღა დაგიმალოთ. ჯერჯერობით არც ერთი მექანიზმი არ მომწონს, სხვათა შორის, რაზეც იყო საუბარი კრიპტობაასში და რაზეც არის ხოლმე საუბარი, მე ვცდილობ რომ მეტნაკლებად დავტესტო და სხვათა შორის თემა, როდესაც ისაუბრა Sonic-ზე და Shadow-ზე, მით უმეტეს ძალიან საინტერესო პროდუქტია და შეგიძლიათ ნახოთ, ეს რა თქმა უნდა ფინანსური რჩევა არ არის, მაგრამ გაითვალისწინოთ მოკლედ რას აგროვებთ, რისი დაგროვება გინდათ, ვესტინგი არის თუ არა, ანუ ასე ვთქვათ, რაღაც პერიოდის მერე მიიღებთ თუ არა coin-ებს, მოკლედ. წინასწარ დააკვირდით მსგავს მოძრაობებს და პროდუქტებს. შეაფასეთ, იყავით მაქსიმალურად კრიტიკულები, ამიტომ რომ აი დავსდებ კომენტარებს გადაცემაში, რომ იქნებ რაღაც კომენტარი ან კითხვა დაწეროთ ისეთი, რომ შეგვიძლია ჩვენ ამაზე ვისაუბროთ, შეგვიძლია ჩვენ ამაზე ვიკამათოთ, ან სხვადასხვა აზრი დავაფიქსიროთ და რაღაც ჭეშმარიტება შეიძლება დაიბადოს. პოსტფაქტუმ ძალიან რთულია ხოლმე ლაივის შემდგომ წვერი რა უყავი ბიჭო. აი რამოდენიმე დღეში, მოკლედ რამოდენიმე დღეში ვნახავთ რატომ მოხდა ეს წვერის ამბავი? ან ამ თვის ბოლოს ამ შემდეგ თვეს ეს დარჩეს ასე ვთქვათ ინტრიგად. სალამი ლუკა. ეხლა ვნახოთ YouTube-ის კომენტარები თუ არის, ხო? აი YouTube-ზე რაღაც კომენტარები არის, ეს უკვე Facebook-ის კომენტარი ერთი ვნახე მარტო. იდუმალმა ხმამ, ხო, დაიცა ვნახო. კაი, კომენტარის საკითხოთ შეგიძლია რამე ისეთი თუ არის მითხარი, აბა? უდუმალო ხმავ. კაი, ოკეი. მართლა? კაი, მე მაგამ მოხს მოგიყვებ მაშინ. ხო, ესე იგი, ხუწერო ნიკა სალამი. სალამი, წარმატებები და სალამი ყველას. სალამი ნიკა, ჩინეთ ამერიკის დაძაბულობის შემცირებისას, როცა მნიშვნელოვნად შემცირდა ტარიფები და გადავიდნენ მოლაპარაკების რეჟიმზე, რეაქცია არ ქონია ისეთი როგორც ალბათ მოლოდინში იყო ბაზარს. სხვათა შორის რეაქცია იყო, მოლოდინი არ ვიცი ვის რა ქონდა, მაგრამ არც თუ ისე ცუდი რეაქცია იყო, უბრალოდ მანამდე იყო, ანუ ალბათ კუპერ ბოლოს სიახლეს გულისხმობ შენ, თუმცა მანამდე იყო რაღაც იმპულსები, სადაც იყო საუბარი, პირველი რეაქცია იყო, როდესაც თქვეს რომ შევაჩერებთ. გაჩერდება და რაღაც დოზით მოლაპარაკება დაიწყება. და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში როცა შეაჩერა. მოლოდინი გაცილებით დიდი იყო, არ ვიცი, მე მართლა ძალიან დიდი მოლოდინი არ მქონია, ყველა ამას ელოდებოდა და ველები არ აქტიურობენ რაღაც ვოლუმი არა მარკეტს. შენი აზრით როგორი ამ ყველაფერზე კიდე რა საწვავი ჭირდება მარკეტს? ჩემი აზრით მოცულობები არ არის, იმიტომ რომ ველები არ ენდობიან ბირჟებს. ბირჟებზე ვაჭრობა უფრო მარტივი არის, რაღაცები უფრო მარტივად ჩანს და ასევე ვეილები, ეგრეთ წოდებული ვეშაპები, მოკლედ ვეშაპებში გულისხმობთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ძალიან ბევრი ოდენობის coin-ები და ტოკენები აქვთ და ბაზარზე რაღაც დოზის გავლენას ახდენენ. ასევე სანამ არ მოხდებოდა ზოგადად შეგიძლიათ ნახოთ 21 წლის პერიოდიც, როდესაც ადმინისტრაციის ცვლილება მოხდა COVID-თან დამატებით პლუს კიდევ მოლოდინები შეიძლება იყოს რაღაც, მაგრამ გადაწყობის პერიოდში მაინც არის სიფრთხილები. ასევე თუ ჩვენ იმ ამბავს გავიხსენებთ, რომ 180 დღის ვადაში უნდა ყოფილიყო სიახლე იანვრის ბოლოდან პრინციპში იყო დაანონსებული, რომ აი როგორ მოხდება საბოლოო ჯამში, მოკლედ როგორ მოხდება საბოლოო ჯამში რეგულაცია ამ ინდუსტრიის, ესეც საინტერესოა, თუმცა აი SEC-ის ამბავი და Coinbase-ის ამბავიც საფრთხილოა ჩემთვის, მოკლედ ესეც შეიძლება იყოს პასუხი. უბრალოდ კიდევ ერთხელ უფრო დიდი კონტექსტი რო ავიღოთ, ახლა მე სამე იმასაც წავკითხავ და გავცემ ერთიანად პასუხს. ისე საპროცენტო განაკვეთამდე მივდივართ ალბათ, რომელსაც შემდგომამდე ალბათ არ შეამცირებს. კი, ერთ-ერთი სწორი შენიშვნაა, რა სწორ შენიშვნაზეც
მაქვს მე საუბარი, როგორც კი მორჩება საპროცენტო განაკვეთის, ანუ ეს მოლოდინების კასკადი როგორც კი ამოიწურება, აი შემდგომში ვნახოთ აბა ივნისი. ივნისში ამბობენ, რომ აი პროცენტულად არ შეიცვლება საპროცენტო განაკვეთი, როგორც კი მოხდა მოკლედ საპროცენტო განაკვეთის შემცირების გაჩერება, როდის გაჩერდება ეს, როდესაც დარწმუნებიან, რომ ინფლაცია მიზნობრივ აი 2%-მდე არის დასული, თუმცა სხვადასხვა მონაცემებით არის საუბარი, რომ 2%-ს არის ჩამოცდარი, მოკლედ ძალიანაც რომ არ შევყვათ, ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს ეს, ასევე ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება იყოს, რომ აი ეს რეგულაციების ამბავი, მესამე ფაქტორი შეიძლება ავიღოთ, ჯერჯერობით ახალ ადმინისტრაციასთან მიმართებაში თქვენ თუ აიღებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს და თუ შეადარებთ ასე ვთქვათ კრიპტო კონტექსტს, ევროკავშირს არ გადაუხვევია CBDC-ის პოზიციისკენ, ეს ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ რაღაც დროის შემდგომ. ნუ ყველაზე მინიმუმ იმ ადამიანებს, ვინც ევროკავშირის ზონაში არიან და უწევთ თანხის გადახდა და ჯერჯერობით იქიდან არ მოდის იმპულსი, რომ შეისყიდონ კრიპტოები. ახლა გადაცემა შეიძლება უყურებს ლადო ან ნახავს მე ჩანაწერს და ბევრჯერ უსაუბრია ბაშიც ამაზე, აი რადონის რეგულაციები ხდება თუნდაც იტალიაში სხვადასხვა მაყურებლების გვიზიარებენ ხოლმე. ანუ ეს ყინული არ არის დაძრული 2021-ში ოდნავ სხვა სიტუაცია იყო და სხვანაირად უყურებდნენ, ვერ მოხდა ამის ასე ვთქვათ შეკავება, რადგან მოგეხსენებათ COVID იყო და ადამიანებს ჰქონდათ ბევრი დრო იმისთვის, რომ ეს გავსი ექსპერიმენტები ეკეთებინათ და უკვე ეს ექსპერიმენტებიც რო აეკრძალათ საბოლოო ჯამში საერთოდ სერიოზულ კატასტროფას მიიღებდნენ. ეხლა მგონია, რომ ესეთი თამაში მიდის, ასევე მეოთხე ნაწილი შეიძლება მოვიაზროთ ის, რომ ჯერ კიდევ არის ის პერიოდი, როდესაც ქვეყნები ფიქრობენ, რომ ამაზე დაბლა არ ჩამოვა ბიტკოინი, მაგრამ რა შეიძლება დაბლა შეიძლება ჩამოიყვანონ სხვადასხვა მარკეტ მეიქერებმა იმისთვის, რომ შეისყიდონ ეს აქტივი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ სპეკულაციაში არ შევალ, რომ აი 60,000 და 40,000 არ ჩამოწდება ბიტკოინი. კიდევ ერთხელ ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. სანამ მithumetes არ გამოჩნდება ყველაზე მაღალი ნიშნული ამ ციკლისთვის რა იყო და მაინც პირველ ადგილზე გამოყოფდი იმას, რომ ცენტრალიზებულ ბირჟებზე, ასე ვთქვათ, ბიტკოინის მოცულობები mithumetes და თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტოპ 10 ბირჟის მონაცემი, ფაქტობრივად ძალიან ბევრი ბირჟიდან, ასე ვთქვათ, გავიდა ბიტკოინის მოცულობაც დიდი იყო საკმაოდ და შესვლა ჯერჯერობით არ არის. ალბათ რეგულაციების ამბავი მგონია და არასანდოობის ამბავი. სანდოები კიდევ ერთხელ აქ არის ვეილებზე საუბარი იმ ადამიანებზე, რომელსაც ძალიან დიდი ოდენობის ბიტკოინები აქვთ. ან შესაძლებელია ვერ ხედავენ, ასე ვთქვათ, გაჩერებულები არიან შუაში და მაგიტომ საწვავიც კიდევ შეიძლება იყოს რა. საწვავი შეიძლება იყოს საერთოდ რიტეილ სექტორიდან წამოსული. ბევრი ფიქრობს, რომ აი რიტეილ სექტორიდან, ანუ ჩვეულებრივი მოკვლავებიდან, როგორც ჩვენ ვართ მაგალითად, ეს შეიძლება საწვავი არ იყოს ფასის კუთხით, დამიჯერეთ შეიძლება ამან მოახდინოს რაღაც ფურორი, როგორც Dogecoin-თან მიმართებაში ესე ჩანდა და Dogecoin-ის hype-ს მაშინ სხვა Dogecoin-ის shitcoin-ი არ დავარხთ, მაგრამ სხვა meme-coin-ების hype-იც მოყვა. მოკლედ არ ვიცი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, მაგრამ ანალიზებს ალბათ გახსოვთ, რომ როდესაც ტრამპის და მელანიას coin-ის მარტივად შესყიდვა მოხდა, ვიღაცებს ეგონათ, რომ ბაზარს დარჩებოდა ეს ხალხი. არა, ბაზარზე არ დარჩენილა ეს ხალხი. ერთხელ გააკეთეს ტრანზაქცია, როგორც სტეპენის დროს ვიღაცებმა იყიდეს ბოტასი, გადაცვალეს, გადმოცვალეს და სხვათა შორის ამ კარგად, უპრობლემოდ გააკეთეს, საფულები შექმნეს და მაგის მერე არ შეხებიან, ასე ვთქვათ, კრიპტო ინდუსტრიას. რატო? იმიტომ რომ ვერ ხედავენ მარტივი ფულის შოვნის საშუალებას ჯერ. და როგორც კი დაინახავენ და როგორც ამასაც დაინახავენ გარეთ საზღვარგარეთ ყოფია ამერიკაში მცხოვრები, ნიგერიაში მცხოვრები ადამიანები და ამ ადამიანების რიცხვი გაიზრდება და ნახავენ, ასე ვთქვათ, რომ აი ვიღაც ჩემი მეზობელი გამდიდრდა ამით, შესაბამისად და ეს გამდიდრება ხშირ შემთხვევაში ბიტკოინთან არ არის დაკავშირებული, აბა გავავლოთ პარალელი, ხშირ შემთხვევაში ეს არის დაკავშირებული ალტკოინებთან, თორემ ბიტკოინით გამდიდრებული ხალხი, ბჭყალებში გამდიდრებული ხალხი, რომელმაც წინა bear market-ის დროს იყიდა, ეს დიდი ტალღა გავიარეთ ჩვენ, ახლა ვინც 20,000-ზე იყიდა საშუალოდან 30,000-ზე იყიდა ბიტკოინი, ნუ 100,000 ვართ გამწდრები უკვე და 100,000 ბევრჯერ გავწდით. და შესაბამისად ამ ადამიანებმა და ეს არიან ის ინვესტორები, რომლებიც ბაზარზე სწორად იქცევიან, ეს ინვესტორებიც არ გამოსულან დიდი ოდენობით, მინდა გითხრათ.
ან შეიძლება გამოვიდნენ აი ტრამპის ინაუგურაციის დროს და მაგის შემდგომ არ შემოსულან ბაზარს. მოკლედ, ბევრი ნიუანსი აქვს. ანუ ესე ბევრი რამ მიტრიალებს თავში რაღაც დაგიმალოთ და კარგია რომ ერთი რაღაცით არ არის ხოლმე გამპირობებული რაც ბაზარზე ხდება. არ მიყვარს ეგ სიახლეები, სადაც ერთი გადაწკაპუნება აყირავს თელ ბაზარს და ესეთი სიახლე იყო 20-21 წლის ერთ-ერთი სიახლე, როდესაც მაშინ მე მგონი წინა დღეს მოხდა, სანამ კრიპტობაზარი ჩაეშვა და ამ სიახლეს სპეციალურად შემდეგ კვირას გავიხსენებ. მოკლედ გადაცემა შევაჯამოთ, მე მგონი ძალიან გამიგრძელდა სიტყვა. გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრე სიახლეებზე, ასე პირველ ნაწილისა და მეორე ნაწილის შუაში ვისაუბრე ერთ-ერთ პროდუქტზე და თხოვნა იყო მაყურებლებიდან, რომ აი პრაქტიკულად განიხილეთ რაღაცებია და ერთ-ერთი მოკლე პრაქტიკული მიმოხილვა, რასაც მე ვიყენებ პირადად და ეგეთ პროდუქტებს გეტყვით ხოლმე, რასაც მე ვიყენებ. ბევრს არ ვიყენებ, მაგრამ რა ვქნა, ეს განვიხილეთ. მეორე ნაწილში შევეცადე რომ ფასის კუთხით მესაუბრა, მესამე ნაწილში მეტნაკლებად შეკითხვებზე პასუხი გავეცი. არ დაგავიწყდეთ მოკლედ ჩვენი ივენთის შესახებ და ამ ივენთზე დაიდება ბევრი ინფორმაცია სარეგისტრაციო ფორმის შევსება და გადაცემის აღწერაში არის. ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორი არის BitNet-ი. თუ თქვენ მოკლედ გაინტერესებთ კრიპტოს ყიდვა, გაყიდვა, დამატება, მით უმეტეს ამ პერიოდში ან პირიქით ამ პერიოდს აღიქვამთ ისე რომ რაღაც აქტივების გაყიდვა უნდა მოხდეს. ან უბრალოდ ექსპერიმენტები გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოკლედ მარტივად შემოხვიდეთ ამ ინდუსტრიაში ან განაგრძოთ მოგზაურობა BitNet-ის დახმარებით და არ დაგავიწყდეთ ჩვენი რეფერალური ლინკით დარეგისტრირება, რადგან ამ რეფერალურ ლინკზე იყო ძალიან ბევრი კითხვა, როდესაც ივენთთან მიმართებაში ვისაუბრეთ. სასურველია რა თქმა უნდა რომ დარეგისტრირდეთ ჩვენ რეფერალური ლინკით და მოკლედ ძალიან მარტივად და სწრაფად ესიერად გიპასუხებენ ნებისმიერ შეკითხვაზე. საპორტი აქტიური არის, თქვენ ტელეფონზე შეგიძლიათ დარეკოთ, ასევე ფიზიკურად მიხვიდეთ, მოკლედ სულოგულო ყველანაირი სერვისი არის იმისთვის, რომ მაქსიმალურად ასე ვთქვათ, ხარისხიანი პროდუქტები და ხარისხიანი სერვისი მიიღოთ უკან. მოკლედ მე 4 შაბათამდე, პრინციპში ბაასამდე გემშვიდობებით და გადაცემა კრიპტობაზარი პარასკევამდე გემშვიდობებად დროებით.